მოგეხსენებათ 2025 წლის 1 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის საჯარო წყაროებიდან დაფინანსებულმა ტელევიზიამ BBC-მ გამოაქვეყნა ფილმი და დაკავშირებული სხვა პუბლიკაციები, რომლებიც შეიცავენ მძიმე, საზიანო და კატეგორიულ ბრალდებას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი კამიტის თითქოს და გამოყენების შესახებ. აღნიშნული ბრალდებები არის ცრუ, დაუსაბუთებელი და ცილისწამებული. ბრალდებების აბსურდულობა, დარღვევებისა და არაკეთილსინდისფერი ქმედებების ხასიათი და მასშტაბი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კამპანიასთან, რომლის მიზანია წინასწარ განსაზღვრული ყალბი ნარატივით საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციული დაზიანება. გამოყენებული მასალების სანდოობის ხარისხი და მათი საზოგადოებისადმი წარდგენის ფორმა კი აშკარაღებს, რომ პუბლიკაციები მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აღქმისა და პოლიტიკური ნარატივის ფორმირებას და არა აუდიტორიის ინფორმირებას ზუსტი, დაბალანსებული და სათანადო წყაროებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გზით. აღნიშნული ყალბი ნარატივი შემდგომში გავრცელდა და გაძლიერდა მრავალი მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირის თუ შიდა პოლიტიკური აქტორის მიერ და გამოიყენება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის ინსტრუმენტი საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის ქართული ოცნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, BBC-ს ცილისწამებული პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენს მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ს. რაც შეეხება საჩივრის დასაბუთებას და ჩვენს მოთხოვნას. აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებულ ბრალდებებს, რომლებიც არ უღებს თავად BBC-ს სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებული ბიუროს ოფკომის მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. პირველ რიგში საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან. BBC-მ მის პუბლიკაციაში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება კამიტი. ეს მტკიცება არ ეფუძნება არც ერთ გადამოწმებულ, დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს არა თუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია. BBC თავის პუბლიკაციებში ასევე მცდარად წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს შეკრების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები. გარდა ამისა, BBC ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მიუკერძოებლობის დარღვევა. პროგრამაში და ფილმში და სხვა პუბლიკაციებში არის განვითარებული აშკარად ერთმხრივი ნარატივი და საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორს, პრორუსულს, რუსული ინტერესების მხარეს მდგომს და ასე შემდეგ. ამავე დროს იგნორირებულია ხელისუფლების პოზიცია, სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური განმარტებები და ის კონტექსტი, რომელიც აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად. მესამე საკითხი ეხება სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის უგულებელყოფას. BBC-მ საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით მიმართა ეთერამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება თავად BBC-ს სარედაქციო წესებს, რომლებიც მძიმე და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ბრალდებების შემთხვევაში ითხოვს რეალურ კომუნიკაციას ადეკვატური ვადის დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ცილისწამების ელემენტები. პროგრამაში გამოყენებულია კონკრეტული პირების განცხადებები, რომელთა სანდოობა, ინტერესთა კონფლიქტი და წარსული არ არის გამჟღავნებული აუდიტორიისთვის, შედეგად მაყურებელი იღებს დამახინჯებულ სურათს, სადაც ვარაუდები და ჰიპოთეზები წარმოდგენილია როგორც დადასტურებული ფაქტები. საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ს სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება. ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს. პირველი, ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან. მეორე, BBC-ს მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა. ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის თითქოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი.
ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის თითქოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მასზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში. აქვე განმარტავ, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ, თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ ამოიფხვა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მიმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მადლობა. გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, გარდა იმისა, რომ ბრიტანეთის მაუწყებელი აღიარებს იმას, რასაც ითხოვთ, გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ დადასტურდება ამ სარჩელით ვინგან სამ ფილმის უკან რეალურად და რა ინტერესი აქვს მას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვივარაუდოთ მათ შორის იმ კამპანიის მონაწილეების ხილვით, ასე ვთქვათ, ვინც ჩართული არიან ამ ცილისწავემბრული ფილმის და ზოგადად პუბლიკაციების საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ აგურებულ კამპანიაში, თავად რა თქმა უნდა გასაჩივრების პროცესი ამას ალბათ ნაკლებად შეძლებს ამის გამოვლენას, ჩვენ რასაც მოველით არის რომ აღიაროს BBC-მ საკუთარი დარღვევები და შეძლების დაგვრა შეეცადოს ამის გამოსწორებას ამ პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით. რაც შეეხება ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ჩვენ ხედავთ და შეგვიძლია ვივარაუდოთ იმ აქტორების ხილვით, რომელსაც ხედავთ ჩვენ, ვინც იყენებს ამ ცილისწამებულ პუბლიკაციებს იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველოს. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ დროშის ამ თემაზე დიახ. კიდევ ერთხელ ბრიტანეთის კანონმდებლობა არა, იმიტომ ითვალისწინებს შემდეგ შეზღუდვებს, ჩვენ ვერ მიმართ, ვერ გადავალთ სხვა ეტაპზე, მაგრამ სადამ არ ამოიწურება ის თანმიმდევრობა, რომელიც დადგენილი არის, ჯერ დაზარალებულმა უნდა მიმართოს თავად მედიას და შეზღუდული ვართ ამ მხრივ. იმ შემთხვევაში თუ იქ არ მოხდა დარღვევის აღმოფხვრა, შემდეგ მიმართოთ მარიგულირებელ ბიუროს, უпростоრეთ კომუნიკაციების ბიუროს ბრიტანეთის, იქაც თუ არ მოიფხვრა დარღვევა, შემდეგ უკვე შეგვეძლება მიმართოთ სასამართლოს, იქაც თუ არ მოიფხვრა, მიმართავთ აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოს. ზოგადად ნახოთ, აქვთ გარკვეული ვადები, განსახილველად შეიძლება რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე დაჭირდეს. სამწუხაროდ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა ამ მხრივ ცილისწამებრული მედია პროდუქტებისგან დაზარალებულების მხარეს იმდენად არ დგას, მათ შორის გარკვეული შეზღუდვები არის იმით, რომ გვაქვს განსაზღვრული ეტაპები, რომელსაც ვერ გადავახტებით პროცედურულად. ამიტომ ნახოთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ BBC გაიაზრებს თუ რამდენად მძიმე, უხეში დარღვევას ჰქონდა ადგილი და შეამცირებს საკუთარ რეპუტაციულ ზიანს და აღიარებს დარღვევას და გამოასწორებს ამ ზიანს. ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყო დაშლის გადაწყვეტილებების მიღებაში. რითი დაადასტურებთ მაგალითად რომ არ იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილი სხვა პერიოდში უკვე იყო. ჩვენ რა უნდა ვადასტურებთ, პირიქით არის საქმე. შემოსული და ანუ ამის ხვადასხვა წარმოდგენა არ უნდა ივანიშვილს რა ხდებოდა. ხო, აქ გადაწყვეტილებას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ არ იცოდა ივანიშვილმა რა ხდებოდა და საერთოდ არ ირეოდა ამ ყველაფერში ამის მტკიცების საქმეც ის არის, რომ ჟურნალისტური სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტმა სტანდარტების შესაბამისად უნდა მოიპოვოს და გადაამოწმოს ინფორმაცია, კონკრეტულად ეს ინფორმაცია და ეს მტკიცება ეყრდნობა ბაჩიაშვილის განცხადებას თავად ფილმში თუ სიუჟეტში, სადაც ის ამბობს, თუ საკუთარი გამოცდილებიდან ის ასე ვარაუდობს და მე შემდეგ ეს არის წარმოდგენილი როგორც მტკიცება და რა თქმა უნდა ეს არის დარღვევა.
პირველი რაც შეეხება ამას ვამბობთ, რომ ეს არის მცდარი და მცდარი მტკიცება, რომელიც არ ეყრდნობა არანაირ ფაქტებს, მცდარი მტკიცება, რომელიც არ ეყრდნობა არანაირ ფაქტებს, არანაირ მტკიცებულებებს და არის ვარაუდები აღებული და წარმოჩენილი შემდეგ სიუჟეტში და მათ შორის სხვა თამდევ პუბლიკაციებში როგორც ფაქტი, რაც არის თავად დარღვევა. რაც შეეხება მოთხოვნებს, კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, დიახ, პირველი მოთხოვნა ეს არის რომ მასალების, იმიტომ იქ არის როგორც ვიდეო მასალა, სიუჟეტი, ასევე არის წერილობით პუბლიკაციების სტატია, მასალების აღება ბოდიშის მოხდა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მკაფიო და ცხადი ბოდიშის. შეიძლება რამდენად მისაღებია ის ფორმა, როგორც გუშინ მოგვილოცეს ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლობამ დროშის დღე და რამდენად მისაღებია ის, რომ ამ დრომდე ჩვენ არ გვესმის განმარტებებთან, რაც თბილისიდან მოსულა. ხო, ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო პირველი, თუკი მაინც და მაინც ევროკავშირის საელჩოს უნდა მოლოცვა, იქნებ ბოლოს და ბოლოს ევროკავშირმა აიღოს მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან და ენახა თუნდაც გუშინ როგორ მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე. ჩვენ ხედავთ რამდენად ის რასაც ჩვენ ხედავთ პოლიტიკურ სივრცეში რამდენადაც ღირებულებითად აცდენილი არიან დღეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, ზუსტად იგივე ვიხილეთ ჩვენ საელჩოების დონეზე და ეს კონტრასტი, რომელიც გუშინ იყო, ძალიან კარგად აჩვენებს მართლაც იმ ცივილიზაციურ უფსკულს, საიდანაც მიაქანებს დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ევროკავშირს. ეს ერთი. მეორე, რა ვიხილეთ ჩვენ, ნახეთ ჩვენ რომ ეს იყო ძალადობის გამართლების, რომანტიზების და მათ შორის მხარდაჭერის აქტი. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დროს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან უხამსი საქართველოს დროშის შეურაცხყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი ბრჭყალებში მილოცვა. რა თქმა უნდა, ეს უხამსობა არის აბსოლუტურად მიუღებელი და თავად ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი და ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროკავშირის საელჩოს სოციალურ მედიის გვერდზე. ეს უხამსობა უნდა შეწყდეს და მე მათ ადგილას ამ ვიდეოს საერთოდ ავიღებდი, ვინაიდან ეს უხამსობა, ქართული დროშის შეურაცხყოფა, ქართული ხალხის შეურაცხყოფა არის უპირველეს ყოვლისა თავად ევროპის იდეის შეურაცხყოფა. და მეორე, ჩვენ ამით ვნახეთ, ჩვენ ეს იყო პრინციპში გარკვეული პოლიტიკური გზავნილიც მათ შორის. ამაზე გასაგებად როგორ უნდა გვითხრან, ვისგან არის სიძულვილი და ძალადობა შთაგონებული, დაფინანსებული და მართული. ეს არის გუშინ რაც ჩვენ ვიხილეთ ამ სამარცხვინო აქტით ევროკავშირის საელჩოს მხრიდან კიდევ ერთხელ მათ ადგილას ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ეს უხამსი საქართველოს დროშის შეურაცხყოფელი და ქართული ხალხის შეურაცხყოფელი და ძალადობის წამაქეზებელი ბრჭყალებში მილოცვა და ვიდეო აიღონ საკუთარი გვერდიდან. ახლა ევროპელების ტრიალებს და გავაგზავნებ შეგიძლიათ პატრიოტები ევროპისთვის აპირებენ რომ დაანონსოს, ასე ვთქვათ, დაინიციირონ იმპიჩმენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის საუბარი აქვს შემთხვევაში, როცა კრიტიკა ისმის მის მიმართ ბოლო დროს ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, სადაც ასე ვთქვათ ევროპის ინტერესების უკან დაწევაში ადანაშაულებს ფონ დერ ლაიენს, პარალელურად რობერტ ფიცომ ისაუბრა კაია კალასის იმპიჩმენტის პროცესზე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს დღეს, რომ რაღაცა დალებისთვის კარგით რო ახლა ზოგადად რა სახის პოლიტიკურ მართლობასთან გვაქვს საქმე და რას აჩვენებს ეს მიმდინარე პროცესები ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ყველა ვხედავთ და სამყაროც აკვირდება და ვფიქრობ უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის შიგნით მოქალაქეები ხედავენ ამას, რომ ბრიუსელი და დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია და ხელმძღვანელობა ევროკავშირის აცდენილი არიან ევროპელი ხალხის ინტერესებს. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც შემდეგ იწევს სხვა პრობლემებს. ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს მოქმედებს საკუთარი უпростоრეთ მათთვის გარედან თავსმოხვეული რაღაც დღის წესრიგით, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროპელი ხალხის
ინტერესებს. ამიტომ თავისთავად ეს აისახება მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაში, ზოგადად საგარეო პოლიტიკაში, რომელიც დღეს არის აშკარად არაპროფესიონალური და შედეგები ჩანს კიდევაც ევროკავშირისთვის, რომელიც სერიოზული მოლაპარაკებების, განხილვების, მათ შორის იმას, რაც ევროპის კონტინენტს ეხება, ამისი სერიოზული მონაწილე არ არის და თავადაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე ზის მაგიდასთან ხატოვან გამოთქმას, რომელსაც თავად ევროპელები იყენებენ უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით. ამიტომ საქართველოსთან მიმართებაშიც ვფიქრობ, რომ მანამ სანამ მოქმედი ბიუროკრატია არის ბრიუსელში, რთულია ჩვენ ვიფიქროთ, რომ შესაძლებელი იქნება კარდინალური გამოსწორება ამ ურთიერთობის. ჩვენ ხედავთ, რომ არის პირდაპირ გამიზნული დაზიანება ქართველი ხალხის, მათ შორის ევროკავშირის საელჩოს გუშინდელი სამარცხვინო პოსტიც ამისი მოწმე არის, როდესაც უხამსი ჟესტიკულაციით მიმართავენ ქართველ ხალხს ფაქტობრივად და ამითი აჩვენებენ, რომ სინამდვილეში სხვა გეგმები დგას და ის გეგმები ჩვენ ვიხილეთ უკვე როგორც 2024 წლის არჩევნების წინ, როდესაც სხვა ევროპელი პოლიტიკოსი და დიპლომატი პირდაპირ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩაერია საქართველოს არჩევნებში იმისთვის, რომ ქართული ოცნება რაიმენაერად ხელისუფლებისგან ჩამოეშორებინათ. მეორე ვიხილეთ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრების მიმართ ღია მხარდაჭერა ევროკომისიის მხრიდან და ამის ეს პირდაპირ გვეუბნება საერთაშორისოში ბოლოს და ბოლოს მორჩნენ იქნებ აი ამ ეგრეთ წოდებულ რაღაც მსგავს ვირეშმაკობას და თქვა პირდაპირ ხელისუფლების შეცვლა, რომ არის მათი მიზანი და რომ ეს არის სწორედ თავარი პრობლემა, რომელსაც ვერ აგვარებენ, ვერ ცვლიან ხელისუფლებას, ქართულ ხალხი ყოველჯერზე ეუბნება საკადრის პასუხს ყველას, ვინც გარედან ცდილობს, რომ მას თავს მოახვიოს არჩევანი და მარცხდებიან ყოველჯერზე და შემდეგ რაღაც ბრაზის გამოვლინებები გვაქვს ხოლმე სხვადასხვა განცხადებების სახით. თუმცა ოქტომბრის პროცესი მიმდინარეობს 4 ოქტომბრის დაკავებულების. ისინი ღიად ამბობენ, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან და რეალურად ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. წინ ერთხელ შევაფასოთ, რას ნიშნავს ეს განცხადებები და რეალურად რასთან ჰქონდა საქმე ოქტომბრის. ყველაფერს ეცნობი, ყველაფერს კითხულობ, ყველაფერს ისმენთ, მოისმენთ მათ თავის მართლებას. რას გაფიქრებინებთ ეს, როდესაც ასეთ მდგომარეობაში არიან იმაზე, რაც პირდაპირ ეთერში ნახეთ ყველა? 4 ოქტომბრის გადატრიალება და ხელისუფლების დამხობის ცდილობა წარმატებული ყოფილიყო. დღეს ისინი თავს გმირებად წარმოაჩენდნენ და ისაუბრებდნენ ალბათ ხანგრძლივ ინტერვიუებში, როგორ დაგეგმეს, როგორ ჭკვიანურად გათვალეს, როგორ მოატყუეს სამართალდამცავი ორგანოები თუ ასე შემდეგ, თავის გმირობებთან დაკავშირებით ძალიან ხმამაღლა და ყელყელაობით ისაუბრებდნენ. თუმცა მას შემდეგ რაც ჩავარდა გარედან მხარდაჭერილი ხელისუფლების დამხობის სცენარი 4 ოქტომბრის, ნახეთ, ერთმანეთს ასწრებენ, თქვენ რომ არაფერი შუაში არ არიან, საერთოდ რა შეკრება იყო, ისიც ვეღარ წარმოუდგენიათ. ეზოში იყვნენ იმისთვის პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე, გადავიდნენ იქ, რომ სამედიცინო დახმარება თუ რა ვიცი, რაღაც საექიმო ვალდებულებები შეესრულნენ, აბსოლუტური აბსურდი. რასაც ჩვენ ვიცით, რაც ეს სამარცხვინო და ეს სამარცხვინო რა არის, ესეთი სამარცხვინო თანამოქალაქეები რო არიან ჩვენს ქვეყანაში, ეს ერთია, მაგრამ ასეთ სამარცხვინო ხალხს ეყრდნობიან გარე ძალები. აი ასეთ სამარცხვინო ხალხს იღებენ ისინი, იყენებენ ისინი იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ეს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს თუ სახეს იმ ძალებისა, რომლებმაც კიდევ ერთხელ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრებას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს და დღემდე არ გაუკეთებია განმარტება მასთან დავკავშირეთ ევროკომისიას ან მის ელჩს საქართველოში თუ რატომ როგორ მოხდა ეს და რასთან ქონდა საქმე, როდესაც ევროკომისიის პრესპიკერმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაგეგმილ შეკრებას. იგივე თემასთან დაკავშირებით გითხავთ დღეს აი ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ მათ შორის უნდა დაიკითხოს ირაკლი კობახიძეც. თქვენი აზრით არის თუ არა მზად ირაკლი კობახიძე რომ გამოიკითხოს, ვინაიდან ამბობენ, რომ კობახიძემ უთქვა ესეთი რამ პარტიის ოფისში, რომ ისინი როცა მივიდოდნენ სადაც აპირებდნენ მისვლას, იქ დახვდებოდა დიდი სიურპრიზი.
და აქ ეს ადამიანები ამბობენ, რომ სასახლის ღობე გადაჭრილი დახვდათ და სწორედ ამას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე სიურპრიზში და მისი ბრალეულობა იკვეთება ამ შემთხვევაში და უნდა გამოიკითხოს ირაკლი კობახიძე. რა შეგვიძლიათ გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით? ხო, მათი სიურპრიზი დახვდებაო და ხო დაგვახვედრეს ეს სიურპრიზი გადაჭრილი ღობეებიო ამბობენ. ვინ თქვა გადაჭრილი ღობეები? თავად ამბობენ, რომ ეს ღობე მათ წინასწარ გადაჭრილი. სად არის აბა? წინასწარ რო იყო გადაჭრილი, ამას ადასტურებს ის კობახიძემ თქვა, რომ სიურპრიზი დახვდებათ ადგილზე, ამიტომ უნდა გამოიკითხოს ირაკლი. ხო, ნუ ეს სამარცხვინო ფანტაზიორობა, რასაც სამარცხვინო ფანტაზიორობა, რასაც ჩვენ გარედან მხარდაჭერილი და მართული ადამიანები დღეს ახლა გვიყვებიან, ესაჩვენებს კიდევ ერთხელ რომ რამდენად რა გითხრათ, დაბალი წარმოდგენის არიან ის ძალები, ვინც მათ გარედან მართავს ქართულ ხალხზე. კიდევ ერთხელ 4 ოქტომბრის დამხობის ცდელობა წარმატებული ყოფილიყო. ვისი რა მოხდებოდა შემდეგ, როგორ აირეოდა ეს ქვეყანა, ეს ხო ნანახი გვაქვს, ეს ხომ არაერთხელ ნანახი გვაქვს. ამაზე წავიდა ეს ხალხი. ეს ხალხი წავიდა არა ხელისუფლების, ანუ ქვეყნის დამხობაზე. იმ სცენარების განვითარება, განხორციელებაზე, რასაც სხვა ქვეყნებში უყურებთ. გახსოვთ თქვენ, რას გეგმავდნენ სინამდვილეში წინა დღეებში, როცა საუბრობდნენ ნეპალზე და ნეპალის სცენარს დაუჭირა მხარი ევროკომისიამ. სხვა რამე კი არ გააკეთა ევროკომისიის პრესპიკერმა, რომელიც თქვა, რომ მხარს უჭერს და სოლიდარულია 4 ოქტომბრის შეკრების მიმართ, რომლის გაცხადებული მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. ნეპალს დაუჭირა მხარი ევროკომისიის პრესპიკერმა, ანუ ევროკომისიამ და დღემდე არ გვაკადრა ერთი განმარტება ევროკავშირის ელჩმა, ერთი ბოდიში არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა, რომ ასეთი მხარდაჭერა გაიჟღერა ევროკომისიის პრესპიკერის მხრიდან. რაც შეეხება მათ ფანტაზიორობას, ახლა საზღვარი არ აქვს. სასამართლო პროცესი სურპრიზი არის ის სურპრიზი სწორედ ის არის, რომ მათ რომ გონიათ, რომ საქართველოს სახელმწიფო არის სუსტი და მათი შეძახილებით მოხდება ხელისუფლების დამხობა, ეს აღარ მოხდა, ეს ასე არ არის და ზუსტად ეს არის მათთვის როგორც ჩანს, რაც აღმოჩნდა მათთვის სურპრიზი. ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გარკვეული ქვეყნების მხრიდან, მათ შორის საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებას. თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს და რას უკავშირებთ? მათი გადასაწყვეტი არის უბრალოდ სკოლისა, საუბარი არ არის ტურისტულ ვიზებზე, სხვა კატეგორიის ვიზებზე, საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე და ეს არის ნებისმიერ ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღესასწაულის ნაწილი, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს მას. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს რადიკალურად სხვა შეხედულებები ვიდრე წინა ადმინისტრაციას თუ ადმინისტრაციებს და ამ პოლიტიკის განხორციელება არის, ასე რომ ჩვენ პირიქით ჩვენი მოქალაქეები რომ დარჩნენ საქართველოში, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა მიდის წინ და მნიშვნელოვანია რომ ყველა ჩვენი მოქალაქე ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი მხრიდან ბოლო კითხვას დაგისვამთ, ევროკავშირი განიხილავს რუსეთთან ურთიერთობების დაავადების საკითხს, პოლიტიკურ აქცენტებს ამის შესახებ ინფორმაციას და განიხილავენ თანამდებობის შემოღებას, რომელიც მომლაპარაკებელი იქნება რუსეთთან. რას მიანიშნებს თქვენთვის ეს და არის თუ არა ორმაგი სტანდარტი? ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ასეთი გლობალური პროცესები დაიწყო, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის სახით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ხელისუფლებაში იყო და არის ქართული ოცნება. რომ არა ქართული ოცნება, აი ზუსტად ის ევროპელები, რომლებიც მაშინ ატალახებდნენ კაბინეტების კარებს და ითხოვდნენ რუსეთის იზოლაციას ჩვენი მხრიდან, საზღვრის ჩაკეტვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, რა ვიცი, ვაჭრობის შეჩერებას და ასე შემდეგ, მოგვიწოდნენ, რომ ეხლა მთავარი ამოცანა იყო რუსეთის გარშემო ცეცხლის კალის შექმნა, მისი იზოლაცია. ამას რა თქმა უნდა დაყვებოდა ყველა ის ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი, რომელიც სინამდვილეში ცალფეხზე მდგომი მარიონეტი არის გარეთ ძალების, დაყვებოდა და რა შედეგს მივიღებთ? დაინგრეოდა საქართველო ეკონომიკურად, დაინგრეოდა საქართველო დიდი ალბათობით როგორც სახელმწიფო, იმიტომ ეს იყო პირდაპირი ბილეთი
ახალ სამხედრო დაპირისპირებისკენ რუსეთთან, რომელიც გამოგვიწერა ეს მაშინ ჩვენ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ მიდით და პირდაპირ შედით ესკალაციაში, რომელიც ბოლოს აუცილებლად იქნებოდა სამხედრო დაპირისპირება, ჩვენ დავინგრეოდით, დავიშლებოდით, გვექნებოდა ალბათ ტკბილი სიტყვები უცხოელებისგან და დღეს გვექნებოდა ეს სიტუაცია, რომ ევროკავშირი დაიწყებდა საუბარს, რომ თურმე ეს იზოლაცია ჩაიშალა მათი მხრიდან იზოლაციის პოლიტიკა, ახლა საჭიროა მოლაპარაკებები, სპეციალური წარმომადგენლის მოლაპარაკებები, ყველაფერი იქნება. მოლაპარაკებებიც იქნება. დალაგდებიან კიდევაც, ურთიერთობასაც აღადგენენ, ყველაფერი იქნება. ესე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში და ასე მოხდება ახლაც. ერთადერთი სხვაობა არის ის, რომ ქართული ოცნების პირობებში ჩვენ ამ პროცესში კი არ დავზიანდით, პირიქით გავძლიერდით, დღეს ჩვენ ვართ ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანა რეგიონში და დიდ რეგიონში მათ შორის ჩვენ უსაფრთხოების მხრივ არც ერთი რისკი არ შეგვექმნა და არ რეალიზირდა ამ პროცესებში და რომ არ ყოფილიყო და სხვაობა სწორედ ეს არის რომ ქართული ოცნების პირობებში ეს ხდება და რომ ყოფილიყო მათი NGO მართული ოპოზიციის კოჰორტა ხელისუფლებაში დღეს ჩვენ ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა რომელსაც შეიძლება მოლდოვის პრეზიდენტის არ იყოს საფიქრალი ქონოდა ვინმე სხვა მიერთებოდა. იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვერ გადარჩებაო, როგორც გავიგეთ დღეს ჩვენ გუშინ მოლდოვის პრეზიდენტისგან. ასე რომ აი ეს იქნებოდა, ყველასთან დალაგდებოდა, ასე არის სამყარო მოწყობილი, არაფერი ახალი არ არის, რაც არ გვინახავს. და ერთადერთი სხვაობა იქნებოდა ის, რომ ჩვენ მაშინ რომ გულში მჯიღი გვეცა და ევროპის დროშები გვეფრიალებინა რომ ეხლა საერთო საქმეში უნდა ჩავერთოთ, ვიქნებოდით დღეს დანგრეული ქვეყანა, რომელსაც ზედაღარავის შემოგხედავდა და მადლობასაც არავინ გვეტყოდა საბოლოო ჯამში. თავდასხმა მოხდაო ბათუმში და ისინი ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოხდაო. გამოძიება არ ჩატარებულაო ასე შემდეგ. რას უპასუხებთ მათ ბრალდებებს? ახლა უნდა უპასუხოთ პარტიას, რომლის ლიდერი კიდევ ერთხელ ლენინივით ბერლინში ზის და ახლა იქიდან მართავს სიტუაციებს. არასერიოზული პარტია, ხალხი მიდის ამ პარტიებიდან, მათმა ყველაზე ძლიერმა ლიდერებმა ხედავთ რომ დატოვეს პოლიტიკაც, არათუ პარტია, ასე რომ თანაგზნობის გარდა მე ვერაფერს გამოხატავ, თუმცა თანაგზობასაც არ იმსახურებს პარტია, რომელიც გენეტიკურ კოდში, მისი დაფუძნების საძირკველში ჩადებული არის ღალატი. პარტია, რომელიც დაფუძნდა, რომლის მთავარი, ესე ვთქვათ, საძირკველი არის ღალატი, იქ არაფერი იქიდან კარგი არ გამოდის. სოფლიო ბანკის მონაცემებზე გითხავთ, ეკონომიკური პერსპექტივა გამოქვეყნდა და საქართველოს ლიდერი კვლავ 5.5%-ით არის გაზრდილი წინა წლის ივნისის ანგარიშის მაჩვენებებთან შედარებით. მსგავსი მზარდი და დადებით დინამიკა და ლიდერია ჩვენი ქვეყანა მიმართულებით კავკასიის რეგიონში, ასევე მოლდოვას და უკრაინას უსწრებს ისი დამსახურება. ეს უპირველეს ყოვლისა იმის დამსახურება არის, რომ ჩვენ არ დაუჯერეთ ბრიუსელს. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და სახელმწიფოებრივად დანგრეული ქვეყანა. ეს ჩანდა მაშინვე ჩვენთვის და ზოგიერთ შეიძლება მას ვერ ხედავდა და დღევანდელი გადასახედიდან ეს კიდევ უფრო აშკარად ჩანს. მარტივი მაგალითების შედარება შეიძლება. უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვათ, ომში მყოფი ქვეყანა არის და გასაგებია რომ ეკონომიკური სტაგნაცია არის, ეკონომიკური ზრდის გარკვეული მაჩვენებლები არის, მაგრამ ეს არის მინუსებიდან ამოსვლის პროცესი, სადაც არის დღეს უკრაინა, რომელმაც 30%-ზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა ომიდან გამომდინარე და ახლა ასე ვთქვათ ინაზღაურებს ამ ვარდნა მინუსებიდან ამოსვლის პროცესში არის და ეს რეალური ეკონომიკური ზრდა არ არის ასაც ხედავთ, მაგრამ მოლდოვაც რო ავიღოთ, სად არის ის 1.8 მილიარდი, რომელიც სადაც უნდა აეშენებინა თითქოს მოლდოვა და გახსოვთ თქვენ ერთ-ერთმა ელჩმა აქ წამოგვაძახა კიდევაც რომ აგერ მოლდოვა 1.8 მილიონს იღებსო, ის კი დაგვიმალა რომ სესხი არის ამ თანხის 95%. მაგრამ სად არის რატომ არ აისახება ეკონომიკაზე ეს მონაცემები თუ კი მათი დასახმარებლად მარტივი მიზეზი არის მოლდოვამ დაუჯერა ბრიუსელს ჩვენ არ დაუჯერეთ ბრიუსელს ჩვენ მოვიქეცით ჩვენ მივყევით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მივყევით ჩვენი საზოგადოების ინტერესს რომ კეთილდღეობა
გაიზარდოს და არა პირიქით, შემცირდეს და დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და ვიღებთ ამ შედეგს. კიდევ ერთხელ ეს არის გაკვეთილი ყველასთვის. რომ თუ კი უნდა დაუჯერო შენს ეროვნულ ინტერესებს, მიყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვების ინტერესებს და მოწოდებებს და ამ შემთხვევაში მათ შორის ბრიუსელის მითითებებს და მოწოდებებს, რომლითაც კიდევ ერთხელ დაგვეჯერებინა ეს ციფრები ეკონომიკური ზრდისა ჩვენთვის იქნებოდა სანატრელი, მაგრამ ჩვენ ეს სანატრელი და საოცნებო თუ სანატრელი თუ ასე ვთქვათ ეს ზრდა რეალობად გვაქვს, იმიტომ რომ ვიმოქმედეთ ქართული საზოგადოების და საქართველოს ინტერესების შესაძლებლად. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დავუბრუნდები. აი თქვენ რა გააკეთეთ ქართულმა ოცნებამ მისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული? ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური ნაწილი, ის რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დიდი ხანია საუბრობს და ამ პოლიტიკას ახორციელებს. ამიტომ ეს არის, თუმცა ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მიდგომა არ გვაქვს. ჩვენ პირიქით ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს მოქალაქეებმა იზრუნონ და იყვნენ ჩართული საქართველოს გაძლიერებაში და აღშენებელობაში და არა სხვა ქვეყნების აღშენებელობაში. ჩვენ ისედაც 90-იან წლების პერიოდში განსაკუთრებით დიდი რესურსი, ადამიანური, ინტელექტუალური რესურსი გაედინა საქართველოსდან, რომელიც დღეს აშენებს და ავითარებს სხვა ქვეყნების კეთილდღეობას და საზოგადოებას. ამიტომ პირიქით ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ის აღშენებლობის პროცესი, რომელიც დღეს საქართველოში არის, ის ეკონომიკური მართლაც რეკორდული წინსვლა, რომელიც საქართველოს აქვს, ბოლო 60 წელიწადში გაორმაგდა ეკონომიკა საქართველოში ყველა პარამეტრებით, რომ ამ აღშენებლობის პროცესში ყველა მოქალაქე იყოს ჩართული. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა და იქ ცხოვრება უნდა და განათლების მიღება ბატონო შალვა. ამერიკის მიგრაციის პოლიტიკა არის ამერიკის შიდა საკითხი და მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ჩართული იყოს საქართველოს აღშენებების პროცესში, ასე რომ პირიქით დღეს ის ეკონომიკური რეკორდული ზრდის პროცესი რაც საქართველოში არის მნიშვნელოვნად მოითხოვს რომ ყველა მოქალაქემ იზრუნოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ეს ჩვენი მოქალაქეური ადამიანური ვალიც არის რომ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკის მაგალითად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა რომ არ გაუქმებულიყო თავის დროზე და შემდეგ ეს საკითხი რომ მოგვარებულიყო როგორც იმედი ჰქონდათ ტრამპის პერიოდში, შესაძლებელია საქართველოს ამ სიაში საერთოდ არ აღმოჩენილიყო, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა ვინც ამ სიაში არის არც ერთ მათგანს არ აქვს ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა. ამიტომ გეკითხებით, თქვენი პასუხისმგებლობა არის თუ არა ის, რომ ჯერ დავკარგეთ ეს სტრატეგიული ურთიერთობა და შემდეგ ვერ გამოვასწორეთ, ვერ რა თქმა უნდა, ტყუილია, რასაც თქვენ ამბობთ, არის ტყუილი და მნიშვნელოვანია რომ აქვე ითქვას, რომ ეს არის ტყუილი, რასაც თქვენ ამბობთ, თითქოს იმ 76 ქვეყნიდან, რომელსაც ეხება ეს და რამის ნახევარი დედამიწა არის, სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თუნდაც უახლესი მაგალითი რო გითხრათ, არის სომხეთი, რომელიც ამ სიაში არის, რომელსაც იცით სტრატეგიული პარტნიორობა აქვს სულ ახლახან ხო, სომხეთზე მოახდინა გავლენა. სომხეთზე მოახდინა, თქვენი ვარაუდი არის ცდარი. რატომ მოხდა ეს სომხეთის შემთხვევაში? არ გაქვს პასუხი. არა, იმიტომ რომ იცით ამას ქვია ყალბი წარამძღვრებით მსჯელობა, როდესაც ყალბი წარამძღვრები გაქვთ, როდესაც გაქვთ ყალბი წარამძღვრები, აუცილებლად მიხართ ყალბ დასკვნამდე. არ უყურეთ უყურეთ თქვენ ან ტყუილი თქვით, ან შეცდით და ხოჯობია რომ შეწყვიტოთ ახლა ეს თემა, ვიდრე თქვენი შეცდომაში ჩაიხლართოთ კიდე, იმიტომ რომ ამ წუთზე აქვე გამხილეთ. ან შეცდომა იყო, ან ტყუილი, არც ერთია კარგი, არც მეორე არის, მაშინ მორჩით. ან არასწორი დაშვება არის. შესაბამისად. კარგი, მოკლედ, კითხვა არასერიოზულია, ვერ ხვდები, იმიტომ არასერიოზული კითხვა. აბა, მაშინ სხვა მიზეზია. განაპირობა თუ არა ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ამერიკის არა, ჩვენი პოლიტიკა მე გარწმუნებთ. ყოველთვის ამბობდით, რომ ტრამპის პირობებში ძალიან ბევრი რამე მოგვარდებოდა, გადაიხედებოდა, აღდგებოდა სტრატეგიული ურთიერთობა და ვერაფერი
მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში, ვენესუელასთან დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით, არც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკას აი ხოდა ამას ვამბობ, აფიშვეში არ არის, როგორც გრენლანდიასთან არ ვარ ჩუაში და ვენესუელასთან არ ვარ ჩუაში, ისე არ ვარ ჩუაში პრეზიდენტ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც კიდევ ერთხელ ამ გადაწყვეტილებით დედამიწის ნახევარშია ხო ამას. დავასრულებ ბარებლად ჩემ თემებს. საარსებო მინიმუმზე საქსტატმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და თქვენ რომ ვამბობთ, რომ ქვეყანაში ესეთი აღმშენებლობა როა ხალხი ამერიკაში არ უნდა წავიდეს და ქვეყანაში უნდა დარჩეს, საარსებო მინიმუმი ჩვენს ქვეყანაში არის 250 ლარი და რამდენიმე თეთრი, ხო? რა შეგვიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? და ესეთი გაზრდილი როა ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, ხალხამდე რატომ არ მიდის საარსებო მინიმუმს რატომ არ ემატება და ასე შემდეგ. აი ამ მონაცემზე რო გითხრათ, რაზე მეტყველებს და რას აკეთებთ, რომ შეიძლება საარსებო მინიმუმს რომ მოემატოს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უნდა იყოს ინფლაცია მაშინ და პირიქით უნდა გაძვირდეს ცხოვრება და სიდუხჭირე უნდა მოიმატოს, ეს იქნება ამის მაჩვენებელი. ხოლო რაც შეეხება სტატისტიკას და მაჩვენებლებს, არა მხოლოდ სტატისტიკურს, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც, ჩვენ ხედავთ, რომ ის რაც დატოვა ნაციონალურ მოძრაობამ იყო 30%-იანი სიგარების ზღვარს მიღმამყოფი მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობის 30%, რომელიც სიგარების ზღვარს მიღმა იყო და დღეს ეს ჩამოსული არის 10%-ის გარშემო მაჩვენებელთან. ისე როგორც უმუშევრობა, რომელიც ასევე 30%-ის ფარგლებში იყო ნაციონალურ მოძრაობამ, რაც დაუტოვა ქართულ ოცნებას და ჩვენ ეს 10%-ის ფარგლებში ჩამოვიყვანეთ და იცით თქვენ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2020 საარჩევნო გეგმა რაც წარვადგეთ 24 წელს, რომ 28 წლისთვის როგორც სიგარების ზღვარს მიღმამყოფი მოსახლეობის რაოდენობა, ისე უმუშევრობა უნდა იყოს 3-5%-ის ფარგლებში. და თქვენი არსებობდით 250 ლარა და გითხარით ხალხმა როგორ უნდა გაართვას თავი, იმით რომ საარსებო მინიმუმი ქვეყანაში არის 250 ლარი და ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, ვისაც ამ პირობებში უწევს მაგალითად ცხოვრება. აი რა შეგვიძლიათ გითხრათ ამ ხალხზე, რას თავაზობთ ამ ხალხს? ანუ რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, ეს ხალხს არ გულისხმობს, ეს არის საქსტატის მიერ დათვლილი მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების განსასაზღვრად. ეს არნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას ყველას ეს შემოსავალი აქვს და შემოსავალს რაც შეეხება ხო დაუყურეთ ამას აჩვენებს სხვა სტატისტიკა, ამას აჩვენებს სიგარების ზღვარს მიღმამყოფი მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც როგორც გითხარით 30% იყო 2012 წელს და დღეს არის თუ არ ვცდები 10%-ის ფარგლებში და თუ 10-ზე ქვემოთ არის, მე მგონი უკვე ჩამოსული. ეს არის შედეგი ზუსტად, რომ უნდა კეთილდღეობის ჩვენი მიზანი არის და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა. ამისთვის საჭირო არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს რეკორდული, ვინაიდან შევინარჩუნეთ მშვიდობის პოლიტიკას და არა ბრიუსელისგან თავსმოხვეულ ესკალაციის პოლიტიკას, რომელსაც მოგვიწოდებდნენ არა მხოლოდ 2022-ში, აი ეხლა 2 თვის წინ იყო ევროკომისიის ანგარიში, რომელშიც პირდაპირ დღეს შავით თეთრზე ევროკომისია მოგვიწოდებს, რომ რუსეთს დაუწესოთ სანქციები. ეხლა რომ დაუჯეროთ ევროკომისიას და ბრიუსელს დაუჯეროთ და დაუწესოთ რუსეთს სანქციები და მე ნახეთ თქვენ საარსებო მინიმუმი რა იქნება, მე ნახეთ ფასების რა მდგომარეობა იქნება და მე ნახეთ სიგარების ზღვარს მიღება რამდენი ადამიანი იქნება. ამისკენ გვიბიძგებდა ჩვენ ბრიუსელი, როდესაც მოგვიწოდებდა 22-შიც და მოგვიწოდებს დღესაც, აი რამდენიმე კვირის წინ იყო ფაქტობრივად ეს ანგარიში, სადაც პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ სრული თანხმედრა გქონდეს ევროკავშირის საგარეო ინსტრუმენტებთან, რაშიც უპირველესად მათ შორის ხაზგასმით უკრაინასთან დაკავშირებით, რაშიც იგულისხმება რუსეთისთვის სანქციების დაწესება. კიდევ ერთხელ არ უჯერეთ ბრიუსელს, ამის გამო ბრიუსელისგან ვიჯებით, თუმცა ვიღებთ მხარდაჭერას ჩვენი მოსახლეობისგან, ამიტომ ამას ვაკეთებთ ქართული ხალხისთვის. თქვენი ინფორმაციით პოლიტიკაში შემოსვლას და მიესალმებოდით თუ არა, თუ კი ცოტნე ივანიშვილი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს, რადგანაც ბოლო პერიოდში მას ჰქონდა არაერთი აქტივობა, იგივე ყრილობა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ქართული ოცნების და ისაუბრა იქ ახალგაზრდების დიალოგზე და ასე შემდეგ. მიესალმებოდით? არა, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. არ გაქვს ინფორმაცია. აი მაშინ რას უკავშირებთ, რომ ბოლო დროს უკავშირებთ თქვენს კითხვას. არასდროს არ პასუხობთ, სიტყვას ამბობთ ხოლმე და მარტივი
თქვენი გუნდის წევრებმაც გამოცეს და ისაუბრეს ამ საკითხებზე მიპასუხებს. მიესალმებოდით თუ მაშინ რას უკავშირებთ ამას რომ ბოლოს დავასრულოთ შეიძლება ბოლო პერიოდში მისი საჯარო აქტივობები ვნახეთ არაერთი. რატო ბოლო პერიოდში? რატო ბოლო პერიოდში? აქტიურობდა ბოლო პერიოდში საჯარო აქტივობები. არ ბოლოს რაც წახდა. არის ანუ ეს ყველაფერი რომ მიპასუხოთ თუ შეიძლება. შემთხვევითია და არაფერი. მოგეთ მე მგონი თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკებით კითხვებს და თქვენვე უპასუხეთ ამ კითხვებს და თქვენვე გააკეთეთ სიუჟეტი. მე რაში გჭირდებით? მე რით დაგეხმაროთ რაში გჭირდებით? კითხვაზე პასუხის გაცემა როგორც ჩანს რთულია როგორც ყველა გითხრა. არა უკვე მარტი უკვე რაც კითხვა რაც ხო გიპასუხეთ მარტივად თქვით რომ გაქვთ თუ არა ინფორმაცია არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ერთელი. უკვე თქვენ ესე იგი რაღაც თეზისებს აწყობთ და მე უნდა ამაზე შეფასება გავაკეთოთ და ჯერ თქვენი თეზისი დაადასტურეთ. ჯერ თქვენი თეზისი დაამტკიცეთ და შემდეგ იპასუხებთ შეფასებას. მე მეკითხება ორი კითხვა. ერთ-ერთი აბუ-დაბიში პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ახორციელებს რეფორმებს იმისთვის, რომ წევრიანდეს ევროკავშირში. რას ნიშნავს პრემიერის განცხადება, მაშინ როცა ქართული ეთნობის სწავლების მხრიდან მუდმივად გვესმის ეს კრიტიკა დასავლეთის მიმართულებით ევროკავშირის წინააღმდეგ და ბრიუსელში. პირველი და ეს ვინა ხაზგასმის თქვა. არანაირი კრიტიკა დასავლეთის, არანაირი კრიტიკა ევროპის, არანაირი კრიტიკა მათ შორის ევროკავშირის, როგორც ასეთის ჩვენ მხრიდან არ არის. რაზე ჩვენ ვსაუბრობთ და რაზე ჩვენ ვაკრიტიკებთ და რაც არის ჩვენი უფლება, ეს გახლავთ ბრიუსელის ბიუროკრატია, ევროკავშირის ხელმძღვანელობა. ჩვენ და მე მგონი დღეს უკვე ბევრი გვეთანხმება ამ ჩვენი კრიტიკის დასაბუთებელობაში. რაც თავია გვეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელიც ჩვენზე უფრო მკაფიო, ღია და პირდაპირ არის ამ კრიტიკაში. ცივილიზაციური უფსკულისკენ რომ მიექანება ეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ თქვა. ასე რომ ამაზე მეტი რა კრიტიკა უნდა მოისმინოს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დღეს. ამიტომ ჩვენი კრიტიკა არ უკავშირდება ევროპას, ევროკავშირის, დასავლეთს პირიქით. ჩვენ ნაწილი ვართ ამ ცივილიზაციის და უფრო მეტი ჩვენ თანაშემოქმედი ვართ ამ ცივილიზაციის. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც სხვა კონტინენტზე მყოფ ცივილიზაციაზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ცივილიზაციაზე, რომელიც ჩვენ შევქმნით. და ამიტომაც ჩვენ პასუხისმგებლობასაც გვძნობთ ამაში, რომ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედები ჩვენ ვართ, როცა ვხედავთ, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა ამ ცივილიზაციას ანგრევს და მის ძირითად ღერძ ღირებულებებისას აცლის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ხამამალობ ვილაპარაკებთ და ეს არის სწორედ მთავარი მიზანი, როგორც ვატყობ მე ბრიუსელის ბიუროკრატიის, რომ გაგვაჩუმონ. სხვა რამეს კი არ ემსახურება მათი შენიშვნები გეწოდებული რიტორიკასთან დაკავშირებით. რას ქვია რიტორიკა? ჩვენ უხამსი სიტყვებით ვიყენებთ თუ რა ვშვებით? ჩვენ ეს არის კრიტიკა და ოდესაც კრიტიკაზე საუბრობენ რომ რიტორიკა შევასწოროთ, ეს გულისხმობს რომ უნდა ჩვენი გაჩუმება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩუმდებით ორი მიზეზის გამო. ერთი, ჩვენ ქართველი ხალხი ვართ, ევროპის თანაშემოქმედები, ჩვენ წელს აღნიშნავთ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელს და ევროპა სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნება და ეს არის ევროპული ცივილიზაცია, ეს არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაცია. ეს და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ვართ რომ ეს ცივილიზაცია მართლაც უფსკულში არ გადავარდეს ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის წყალობით და მეორე ჩვენი ასევე პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. და ჩვენ არ გვინდა ერთი რომ როცა ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების მომენტი დადგება, იქ დაგხვდეს ღირებულება დაკარგული ევროპულ იდეებს აცდენილი გარემო, ასე ვთქვათ, და ასე ვთქვათ, ინსტიტუციები, ჩვენ გვინდა დაგხვდეს იქ ჭეშმარიტად ევროპული ინსტიტუციები და ამიტომაც ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა სიტყვით, შენიშვნით, კრიტიკით, მხილებით, სწორედ ჩვენი ევროპული მომავლის მიზნებიდან გამომდინარე, რომ სადღაცა მისასწრაფი რაიმე გქონდეს, რომ რაღაცას რო ვესწრაფით, ხომ? ჩვენ არ ვესწრაფით იმ ღირებულებებს, რომელსაც დღეს დღევანდელი ბიუროკრატია განასხივებს, რომელიც აცდენილი არის ევროპულ ღირებულებებს, ევროპელი ხალხის ინტერესებს, ამ ბიუროკრატიასთან ჩვენ ღირებულებით თანხვედრა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ამ ბიუროკრატიამ ან შეცვალოს თავისი პოლიტიკა, ან შეიცვალოს თავად ბიუროკრატია და მოვიძეს ის პოლიტიკური ჯგუფები, ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი ევროპელი პატრიოტები არიან. მეორე კითხვა ირანთან დაკავშირებით, რა საფრთხებს გვიქმნის ჩვენ ქვეყანას, ასე რომ იქ არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებთ?
ზოგადად, როდესაც რეგიონში მსგავსი პროცესები არის, აქ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ, სად ვართ, რომელ რეგიონში ვართ, როგორ რეგიონში ვართ და აქ ვარ ვართ პირველად, ხომ? ასე ვართ 1000 წლეულები და რაც ხდება, ასეთი ტურბულენტობა მომხდარა ბევრჯერ საუკუნეების განმავლობაში და ჩავიხედოთ ჩვენს გენეტიკურ დონეზე დალექილ გამოცდილებაში და უნდა მივხვდეთ, რომ ამ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელსაც ზედ ემატება ის, რომ მოიშალა საერთაშორისო წესრიგი, რომ საერთაშორისო სამართალი ცნება უკვე არის, წყალშემდგარი, ის ინსტრუმენტები, რომელზეც ჩვენნაირი ქვეყანა, მცირე ქვეყნებია, თავის ინტერესებს აფუძნებენ, ეს არის ჩვენი ძალა, იარაღი და ფარი, საერთაშორისო სამართალი, როდესაც მორღვეულია საერთაშორისო სამართალი, მორღვეულია საერთაშორისო წესრიგი, ამ დროს და ხდება რეგიონში მსგავსი პროცესები, რა თქმა უნდა, მთავარი არსი ჩვენი არის, რომ ამ ქარიშხალში შვიდად გავიაროთ ის, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ამოსავალი წერტილი არის, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და ნებისმიერი ტურბულენტობა ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნისთვის რისკის შემცველი. შეიძლება აი ახლა BBC-ში შეიტანეთ ეს საჩივარი, მე მაინტერესებს მტკიცებულებები რამე იყო გაგზავნილი, რომ მაგალითად უნდა მიბოდიშოთ, იმიტომ რომ დაუშვათ აი რამე მტკიცებ, მაგალითად აი არის საკმაოდ რასაც ამბობთ, ან მტკიცების ტვირთი თქვენს მხარესაც ხომ არის ამ შემთხვევაში და ვიცი და ამ მტკიცებით, რომ მაშინ და შინაგან საქმეთა მინისტრთან არ ქონია კომუნიკაცია მძინაი ზოგადად ნაბადაში უნდა იყოს უკავშირი შიდა მარეგულირებებთან. ხო. ზოგადად როგორც მოგეხსენებათ, ის რაც არ არსებობს, თული ამტკიცო, რომ არ არსებობს. ამიტომაც მტკიცების ტვირთი როგორც წესი, ამიტომაც არის მის მხარეს ვინც რაიმეს ამტკიცებს და არა, უყურეთ თავარი უყურეთ რა შენიშნავს ჟურნალისტური სტანდარტი და რას ეფუძნება მათ შორის საჩივარი. როდესაც იქნება რა ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც მტკიცების ფორმაში წარმოადგენს რაიმე საკითხებს, ან თუნდაც ვარაუდის ფორმებში, ანუ წყარი ვარაუდის სახით წარმოადგენს ისეთ რაღაცას, რომელიც არ ეფუძნება არანაირ სანდო, წყაროს და მტკიცებულებას, ეს არის უკვე ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა. რაც შეეხება საჩივარს, არის საკმაოდ მოცულობითი, მასში მე როგორც თქვი, ის ეყრდნობა სრულად თავად BBC-ს სარედაქციო პრინციპებს, კომუნიკაციის ბიუროს მედიის კოდექსს და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ასე რომ არის საკმაოდ დასაბუთებული და მოცულობითი, ნახოთ, იმედი გვაქვს ის მტკიცებულება. ყველანაირი მტკიცებულებები როგორ კი რა თქმა უნდა ყველაფერი მითითებულია ყველაფერი მითითებულია მათ შორის რა თქმა უნდა არის საჯარო განცხადება გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით რომელიც ასევე მითითებულია ყველა ეს საკითხი მითითებულია ამიტომ როგორც ევროკავშირის ელს უყავს ხოლმე თქმა ის რომ მასოცა ეკითხებიან რომ სპილო ხარ თუ არა ამაზე პასუხი უჭირს იმიტომ რომ ამტკიცოს რომ სპილო არ არის ამიტომ ეს არის მთავარი არსი მე მგონი მტკიცების თვითისა რომ ამტკიცო ის რაც არის და ამტკიცო ის რაც არ არის ნახოთ ზოგადად მინდა გითხრათ რომ ვიცით ბრიტანული სამართლის სისტემა მთლად ასე ვთქვათ დაზარალებულსადმი მეგობრული არ არის ამ ხრივ ბევრი პრინციპი გარემოებიდან გამომდინარე. ვადები არის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე. ასე რომ ნახოთ, მაგრამ ამ ხრივად ჩვენ შეზღუდული ვართ ის რომ დაწესებული არის ბრიტანეთის კანონმდებლობით რომ არის ეტაპები რომელიც უნდა გავიაროთ, მაგალითად პირდაპირ ვერ მიმართავთ სასამართლოს, საჭიროა მიმართოთ ჯერ შიდა რეგულაციას, მარეგულირებელს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამ საძაგელი ცილისწამების წინააღმდეგ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის ინსტრუმენტსაც თუ კი ამის საჭიროება გახდა. მადლობა.